ალბათ ყველა, ვინც კონტენტს ქმნის, დამეთანხმება, რომ ვიდეოს ჩაწერის შემდეგ ყველაზე მოსაწყენი ნაწილი იწყება. ატვირთვა, ლოდინი. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ამ პროცესის სრულად ავტომატიზება შეიძლება? მოდით ვნახოთ, როგორ მუშაობს ერთი ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტა. აი წარმოედგინეთ ტიპური სიტუაცია. საათობით იწერდით ვიდეოს. ბოლოს და ბოლოს დააჭირეთ ჩაწერის შეწყვეტას და სწორედ აქ იწყება ის დამღრელი პროცესი, რომელიც ალბათ OBS-ის ყველა მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი თავისკივილია. ხო, ზუსტად ეს ნელი ხელით სამართავი და მოდი ვაღიაროთ შეცდომებით სავსე რუტინა. ყოველ ჯერზე ერთ და იგივე, იპოვე ფაილი, გახსენი ბრაუზერი, გადაათრიე, ჩააგდე, მერე დაელოდე სანამ აიტვირთება და ასე უსასრულოდ. მაგრამ რა? თუ გეტყვით, რომ არსებობს გამოსავალი. ჩვენი დღევანდელი ამბის მთავარი გმირი ერთი მარტივი სკრიპტია, რომელიც ზუსტად ამ პრობლემას აგვარებს სამუდამოდ. აი ეს არის OBS Auto Upload პროექტის მთავარი და დაპირება. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც კი ჩაწერას შეაჩერებთ, ფაილი ავტომატურად თქვენი ჩარევის გარეშე იგზავნება პირდაპირ თქვენს Google Drive-ზე. ყველაფერი თავისით ხდება. მაგრამ საქმე მხოლოდ ის კი არაა, რომ მუშაობს, არამედ ის თუ როგორ მუშაობს. ეს სკრიპტი სრულიად შეუმჩნევლად მოქმედებს ფონურ რეჟიმში. ამასთან დეტალურად იწერს ატვირთვის მთელ პროცესს, ასე რომ თუ რამე ისე არ წავა, მიზეზს მარტივად იპოვით. და ბოლოს, ყოველთვის გამოგიგზავნით შეტყობინებას წარმატებით დასრულდა თუ არა ატვირთვა. კარგი, მოდით ახლა უფრო ღრმად ჩავიხედოთ და ვნახოთ, რა დგას ამ, ასე ვთქვათ, მაგიის უკან. სინამდვილეში სამი მთავარი კომპონენტი მუშაობს ერთად, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდეს. პირველი და მთავარი კომპონენტია R-Clone. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორც ძალიან მძლავრი ძრავა, რომელიც რეალურად აკეთებს მთელ მძიმე სამუშაოს. იღებს ფაილს თქვენი კომპიუტერიდან და ტვირთავს ღრუბელში. შემდეგი ყავს shell სკრიპტი. ეს არის ასე ვთქვათ კურიერი ან შუამავალი. ის აძლევს ზუსტ ინსტრუქციებს ჩვენს ძრავას, ანუ R-Clones, ეუბნება რომელი ფაილი აიღოს და სად წაიღოს. და ბოლოს მესამე და ყველაზე ჭკვიანი ნაწილი. Lua სკრიპტი. ეს არის ჩვენი სისტემის ტვინი. ის პირდაპირ OBS-ში ზის და მეთვალყურეობას. ელოდება ერთადერთ სიგნალს. როდის დააჭერთ ღილაკს ჩაწერის შეწყვეტა. როგორც კი ეს მოხდება, ის ბრძანებას აძლევს კურიერს და მთელი პროცესი იწყება. კარგი, ახლა გადავიდეთ ინსტალაციაზე. ერთი შეხედვით შეიძლება რთული ჩანდეს, მაგრამ არ შეგეშინდეთ. ეს პროცესი მხოლოდ ერთხელაა გასავლელი და სულაც არაა ისეთი რთული, როგორც ერთის შეხედვით ჩანს. როგორც ხედავთ, პროცესი 6 მკაფიო ნაბიჯად იყოფა. R-Clone-ის დაყენებიდან დაწყებული, OBS-ში სკრიპტის საბოლოო ჩატვირთვით დამთავრებული. მთავარი ისაა, რომ ამას მხოლოდ ერთხელ აკეთებთ, რის შემდეგაც ეს ავტომატიზაცია მუდმივად თქვენზე იმუშავებს. აქვე ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა. ამ პროცესის ერთ-ერთ ეტაპზე Google Cloud-ი მოგთხოვთ გადახდის ინფორმაციის დამატებას. არ ინერვიულოთ, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმეში ფულს იხდით. ეს უბრალოდ ვერიფიკაციისთვისაც საჭირო, რომ უფასო წდომის გასაყიდვები, ანუ OAuth მონაცემები მიიღოთ. თავად სერვისი სრულიად უფასოა. და იცით რა არის ყველაზე კარგი? მთელი ამ სისტემის ასაწყობად რეალურად სულ რამდენიმე პარამეტრის შეცვლა გჭირდებათ. სწორედ აქ არის ნაჩვენები ის 4 მთავარი ცვლადი, რომლებსაც თქვენს საჭიროებებზე მოარგებთ. დანარჩენი ყველაფერი კი ავტომატურად იმუშავებს. ახლა შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა. კი, მაგრამ რატომ არის ეს მეთოდი უკეთესი? რატომ არ ვიყენებთ რამე უფრო მარტივს? მაგალითად ისეთ ხელსაწყოს, რომელიც უბრალოდ საქაღალდეს აკვირდება და ახალი ფაილის გაჩენისთანავე ტვირთავს. და აი აქ ჩანს მთელი ამ მიდგომის გენიალურობა. ჩვეულებრივი გულუბრყვილო მეთოდი ატვირთვას იწყებს ფაილის შექმნისთანავე, ანუ მაშინ, როცა თქვენ ჯერ კიდევ იწერეთ. შედეგად, ღრუბელში იტვირთება დაუმთავრებელი დაზიანებული ფაილი. ჩვენი ჭკვიანური გზა კი ელოდება კონკრეტულ სიგნალს OBS-ისგან, რომ ჩაწერა დასრულდა. სწორედ ამიტომ იტვირთება ყოველთვის საბოლოო სრული ფაილი და სისტემაც ასეთი საიმედოა. კარგი, ტექნიკური დეტალები ვნახეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში რას ნიშნავს ეს პატარა ავტომატიზაცია თქვენი როგორც კონტენტ კრეატორის სამუშაო პროცესისთვის? მთელი ამის მიზანი ხომ ერთია, მოვიშოროთ ერთი დამღლელი, ხელით გასაკეთებელი საქმე, რათა მთელი ჩვენი ენერგია და ფოკუსი მიუმართოთ იქით, რაც მართლა მნიშვნელოვანია, ანუ თავად შემოქმედებით პროცესზე. იმის ნაცვლად, რომ ფაილების ატვირთვაზე იფიქროთ, შეგიძლიათ პირდაპირ შემდეგი იდეის განხორციელებაზე გადახვიდეთ. და სანამ დავასრულებთ, მინდა ერთი კითხვით დაგტოვოთ. ეს ხომ მხოლოდ ერთი მაგალითია. კარგად დაფიქრდით. თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში კიდევ რომელი განმეორებადი და მოსაწყენი ამოცანის ავტომატიზება შეგიძლიათ, რომ მეტი დრო დაუთმოთ იმას, რაც ნამდვილად გიყვართ.